ყოფილ დამოქმედ ნაციონალებში დაპირისპირების კიდევ ერთი ახალი ტალღა აგორდა. უგეგმოდ დარჩენილები ახლა ისევ ერთმანეთს ერჩიან. მას შემდეგ, რაც პატიმარმა სააკაშვილმა პატიმარი მელია და გვარამია ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა, ნიკა მელიამ მას წითელი ხაზი გადაუსვა და თანამშრომლობის დისტანციები განუსაზღვრა. თავისუფალ ცურვაში უნდა გადავეშვათ ყველა პოლიტიკოსი. ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ივანიშვილზე გაყიდული და გარიგებული მიწოდა. ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში ვერ ვიქნები. მელიას ამ განცხადების შემდეგ პატიმარმა სააკაშვილმა სიტყვები უკან წაიღო და სოციალურ ქსელში პოსტი პოსტზე წერა. მის პარტიასთან გამიჯნულებს ჯერ სასარგებლო იდიოტები ეძახა, შემდეგ კი ამტკიცა, რომ ივანიშვილთან გარიგებულებში მელია გვარამიას არ გულისხმობდა. თავარი დავალებაა არა მიშას ძახება, თან ისე რომ ივანიშვილი პრაქტიკულად აღარც ახსენდებათ. თან უნდა აღინიშნოს, რომ ვინც ამ წლებში ოლიგარქისგან პირდაპირ ან ირიბად იღებდა ფულს, ეს სულაც არ იცავს ასეთ ადამიანებს რეპრესიებისგან. ვიდრე ორი პატიმარი Facebook პოსტებით დაობს, გარეთ დარჩენილი მათი თანაგუნდელები ისევ ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობენ. თუ არ გავითავისებთ და ჩვენს ყველა სიტყვაში და მოქმედებაში არ გავისიგრძეგანებთ სიტყვებს, რომ ძალა ერთობაშია და ეს მხოლოდ ლიტონის სიტყვებად დარჩება. მოიგებს ზუსტად ივანიშვილი. ნაციონალური მოძრაობის ორ განაყოფს შორის მორიგი დაპირისპირება არ უკვირთ მართველ გუნდში. ამბობენ, რომ ეს პარტიები ერთი მედლის ორი მხარეა. სააკაშვილი მელიას პოლემიკამ პირველ კანონმდებელს ქართული ანდაზა გაახსენა. ამაზე არის ქართული გამონათქვამი, ყავს უთხრა შენ ჩემზე შავო. ფსიქიკურად დაზიანებული ბელადი სააკაშვილი მართავს მათ პროცესებს და ყველა ის, ვინც ასეთი რაღაცა თვალდახუჭული მიყვება ამ ადამიანს, იჩეხება ხევში, ისევ როგორც თავად სააკაშვილმა გადაიჩეხა თავი. ყველა ნაციონალურ მოძრაობაში აღმოცენებული ადამიანები არიან, დღეს შეიძლება სხვადასხვა სახელებით გამოდიან, მაგრამ მათ ყავთ ერთი პატრონი და ისინი იმართებიან გარედან. ეს არის მოცემულობა. ოპოზიციური არეულობის შეფასებისას მართველი გუნდი ამბობს, რომ ერთადერთი რაც მათ ოპონენტებს საერთოდ დარჩათ წარსული ქართული ოცნების დამარცხების და ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილია, თუმცა ამისთვის არც რესურსი და არც ერთიანობა, რომელსაც ასე ითხოვენ, არ აქვთ.